მოგესალმები და მივესალმები ტელემაყურებელს, სანამ თქვენ შეკითხვას გავცემ პასუხს, მე მინდა გამოვეხმაურო იმ შაპიტოს, რომელიც ახლა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჩვენი პარტიის ლიდერების მიმართ მიმდინარეობს აბსოლუტურად შეკერილი სისხლის სამართლის საქმე. ეს არის საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ თვითონ ქართული ოცნება უწყობს ჩვენ სახელმწიფოს საბოტაჟს და ყავს პოლიტიკური პატიმრები. და დღეს, როდესაც ბადრი ჯაფარიძე იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს მოაწერა ხელი და დღესაც მას ასამართლებს ის ხალხი, რომლებმაც 1992 წელს დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, ეს არის პირდაპირ ილუსტრაცია იმ პროცესების, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ახლა რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში, არის აბსოლუტური ტყუილი. ტყუილია როდესაც გამოდის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საუბრობს სიღარიბის დაძლევაზე, მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს უფასო სასადილოები, სადაც ბენეფიციარებს კვებავენ ლარ და 13 თეთრად. ქვეყანაში, სადაც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ქვეყანას ტოვებს 150,000-მდე ადამიანი. და ეს არის იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვები, სკოლის მოსწავლეები 23,000-ზე მეტია გასული ქვეყნიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში. რა თუნდა ამ სტატისტიკაზე დაყრდნობა რაღაც ციფრების манипуляციებზე, როდესაც პირდაპირ ვხედავთ ქუჩაში ნაგავსაყრელებთან მდგომ მოხუცებს, რომლებიც საკვებს ეძებენ. საკვებს ეძებენ ქუჩაში და როდესაც არჩევანის გაკეთება უწევთ. იყიდონ წამალი და წამალზე საუბარია ყოველდღიურ იმ წამლებზე, რომელიც არის ძალიან იაფასიანი, არჩევანს აკეთებენ წამალს, კომუნალურ გადასახადს და პურს შორის. აი ეს არის სახე და სოციალური პოლიტიკა, რაც ამ ქვეყანაში არსებობს. რაც შეეხება სიღარიბის დაძლევას, ქართული ოცნება დამარცხდა სიღარიბესთან. ქვეყანაში არის მაღალი უმუშევრობა, ქვეყანაში არის ფასების ზრდა, ქვეყანაში არის ემიგრაცია, ქვეყანაში არის ნარკოპანდემია, არ არსებობს მიმართულება, სადაც წარმატებული არის ქართული ოცნება, გარდა ტროლბოტების ქარხნების არსებობისა. და ესეც დროებითია, რადგანაც უკვე ეს დეზინფორმაცია და პროპაგანდა აღარ ჭრის. ყველა მიცის, რომ არის მატყუარა ხელისუფლება, რომელიც არ არის ორიენტირებული მოქალაქეებზე და ისინი უბრალოდ თავისი ხელისუფლებაში დროის გახანგრძლივებით არიან დაკავებულები და ისეთი მასშტაბის ტყუილებს იგონებენ ყოველდღიურად, აი მაგალითად ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინი რო იგონებს ხოლმე. მაგრამ მიხვდა ქართველი ხალხი, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, სამწუხაროა, მაგრამ სიღარიბე ამ ქვეყანაში კიდევ და კიდევ უფრო მეტად იზრდება და რაზეა ლაპარაკი, ისეთ ჩიხში იყვნენ მისულები, რომ პარლამენტშიც კი შექმნეს ეგრეთ წოდებული საპარლამენტო კომისია ფასების ზრდასთან დაკავშირებით გამოსაკვლევად და ამ ნაწილშიც დამარცხდნენ, იმიტომ რომ ტყუილზე იყო აგებული და ის რაც არის ტყუილზე აგებული, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ გაგრძელდება, რაღაც მცირე ეფექტების მოხდენის მიზნით მოქმედებენ და სინამდვილეში ქვეყანაში იზრდება ფასები, ქვეყანაში ტოტალურად იზრდება უმუშევრობა, ქვეყნიდან გადიან საუკეთესო შვილები ამ ქვეყნიდან მიდის მომავალი თაობა, სკოლებიდან გამოყავთ ბავშვები და მიდიან ემიგრაციაში და გადაცილდა ბოლო 5 წელიწადში 23,000 ბავშვს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიის პროცესები არის რაღაც დაწყებული არა, უფრო მეტად გაგრძელებული ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. არის უაღრესად პოლარიზებული გარემო, საგარეო იმიჯი ქვეყნის არის დაზიანებული და საერთოდ რაზე საუბრობენ? ქვეყანა არის კრიზისში, ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში. საქართველოში არ შემოდის ინვესტიციები. არც ერთი დასავლელი ქვეყნის ნორმალური ბიზნესმენი, კეთილსინდისიერი ბიზნესმენი ამ ქვეყანაში არ მოდის. პირველ რიგში, იმიტომ რომ არ იციან პასუხისმგებელი პირი ვინ არის ქვეყანაში. მეორე, იციან, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, რომელიც ინვესტორს დაიცავს და თქვენ ნახეთ ხო, ეს ყველაფერი მაგალითად ანაკლიის მაგალითზე, როდესაც პირდაპირ 80 მილიონის ექსპროპრიაცია მოახდინეს ჩვენი დასავლელი ინვესტორებისგან და რაზე არის საერთოდ საუბარი? აი, რამდენ ბრიფინგსაც ჩაატარებენ ყოველდღიურად, კიდევ უფრო მეტად კომიკურები გამოჩნდებიან. ერთადერთი რამაც შეიძლება ამ ქვეყანაში
განმუხტოს სიტუაცია პირველი. უნდა ჩაინიშნოს რიგგარეში არჩევნები, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს თავისუფალ სამართლიან კონკურენტუნარიან გარემოში. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დღეს რო საუბრობენ რაღაც მორალის პოლიციის როლში რო გამოდიან სინანული და გულწრფელი მონანიება და ვინ მისცათ ამის უფლება ჯერ ერთადაც იურისპრუდენციაში სადნახეს მათ რომ შეწყალების წინ აუცილებლად კონკრეტული პირები რაღაც გულწრფელ მონანიებებს უნდა გამოხატავდნენ კონკრეტული პირების მიმართ ის ადამიანები განსაკუთრებით რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ დავიწყოთ აქედან და შეწყალება ამნისტია ზოგადად ეს არის ჰუმანური აქტები და დისკრეციული უფლებაა პირველი პრეზიდენტის რომელსაც შეუძლია პირდაპირ გამოიყენოს და მეორე საერთოდ შეწყალება კი არა ამ ქვეყანაში აუცილებლად განსახორციელებელია ფართომასშტაბიანი ამნისტია რაც საერთოდ არ განხორციელებულა ხო 2012 წლის შემდეგ სულ შერჩევითი იყო და სულ ქართულ ოცნების რაღაც პოლიტიკურ ზრახვებზე მორგებულია ეს კონკრეტული მუხლების ამნისტიები მაგრამ აი ესენი ხო ყველაფერს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და ამიტომაც ქვეყანა მიდის უკან ქვეყანა ვერ ვითარდება მათ მოედანზე არის ბურთი, მათ შეუძლიათ ჯერ კიდევ გამოასწორონ ეს მდგომარეობა, მათ შეუძლიათ გადადგან ნაბიჯები, პოლიტიკური ნება დაანახონ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს იმისა, რომ ამ ქვეყანას რაღაც რესურსი გააჩნია და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, სხვა მხრივ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ჩიხი ეს არის ჩიხი როგორც ქვეყნის საშინაო პოლიტიკის, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და რა თქმა უნდა სოციალური პოლიტიკა ამ ქვეყანაში არ არსებობს, ეს არ არის სოციალური სახელმწიფო და საერთოდ ძლიერნი ამასოფლისანი კიდევ უფრო ძლიერდებიან და მდიდრდებიან, ისინი ძალიან კარგად იყენებენ იმ ბიუჯეტს, რომელიც ჩვენი გადასახადების გადამხდელების ფულით ივსება, მათ შორის იმ ადამიანებს, აი რომლებსაც აკადრებენ და უფასო სასადილოებში ლარ და 13 თეთრად ყვებავენ, ამიტომ იზრდიან ხელფასებს, ფუფუნების საგნებს, ყავთ მანქანები, რაღაც მაღალი გამოვლობის ჯიპები, ახალი ტაქსოპარკი ყოველწლიურად, მათი ოჯახები და მხედავთ, რომ თვითონვე ამბობენ ამ ყველაფერს, რომ ტომრებით თანხები გამოაქვთ, ოქროს ზოდები გამოაქვთ, ისეთი ნივთები გამოაქვთ, რომელთა ღირებულობაც უკვე 100,000-ობით ითვლება და აი ამ ყველაფრის მაჩვენებელი ქართული ოცნება დღეს ლაპარაკობს იმაზე, რომ სიღარიბე დავძლიეთო. სიღარიბის მაჩვენებელია ზუსტად ის, ქვეყანაში როგორ არიან ბავშვები და მოხუცები ნაგავსაყრელებთან, ბავშვებს რო არა აქვთ განვითარების შესაძლებლობა სწავლას წყვეტენ და ემიგრაციაში მიდიან, საუკეთესო ახალგაზრდები იღუპებიან ნარკოპანდემიით ყოველდღიურად და ამ ქვეყანაში გააზრებული ნარკოპოლიტიკა არ გააჩნიათ, როგორც არც ერთი მიმართულებით და საერთოდ ეს არ არის სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია გრძელვადიანი და მოკლევადიანი ხედვა და ახლა იმის იქით რომ სამუშაო მიმართულებით უნდა გქონდეთ გადადგმული წინსწრები ხედვები 1 წლის, 2 წლის, 5 წლის, 10 წლის განვითარების პერსპექტივებით ამაზე საუბარი არ არის. აქ მომავალი დღის ხედვაც კი არ გააჩნიათ და აი ეს არის მთლიანად ქართული ოცნების პოლიტიკა ხელისუფლებაში მოსულიდან უკვე მე-14 წელს.